მოგესალმები, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვანცნობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგალი, კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ვსაუბრობთ ისევ ჩვენ ასტროლოგიაზე, იმ მოვლენებზე, რომელიც მოსაოდნელია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, საუბარია 8-14 დეკემბრის შუალით შემდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, რა გველოდება ამ პერიოდში, როგორია ვარსკვლავთა, პლანეტათა კეთილგანწყობა, ან პირიქით შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა, აი ამის ირგვლივ ვისაუბრებთ და პირველ რიგში ესე იგი დავიწყოთ იმით თუ როგორი ასე ვთქვათ კოსმიური ამინდია ცისკაბადონზე თორე თბილისში რა ამინდია კარგად ხედავთ ესე იგი წვიმს და სამყარო გვითხრა ალბათ რომ გეყოფათ ამდენი ასე ვთქვათ სითბო და ეხლა ცოტა ასე ვთქვათ წვიმასაც უნდა გქონდეს ადგილი ალბათ ბუნება უკეთიცის ოღონდ შემთხვევაში რაღაც რამდენიმე დღე ეს წვიმის მომენტები გვექნება ჩვენ და ცოტა აცივება ამასთან დაკავშირებით ეცეთ არ გაცივდეთ უფრელი სკოლისა ნავსეთ ცვლილებებთან დაკავშირებით ამინდისა. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს, უკვე კოსმიურ ამინდს, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ასტროლოგიურ პროგნოზს, პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ დედამიწა უღრუბლით ენერგოველში. რა საკვირველია, ეს ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ ეს კვირა ამ კუთხით კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა კვირა, რომ უღრუბლით ენერგოველია, გრმავდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება სიფრთხილეს, ჯანმრთელობას, სიფრთხილეს, თქვენს ემოციურ გამოხატვას. არ აყვეთ პროვოკაციებს, აქ გართულდება მეტად იდეების რეალიზაცია ურთიერთ გაგება მცირდება ადამიანებს შორის, სხვა სახის მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის ტენდენციაც საკმაოდ მაღალი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ კარგი არაფერი არ იქნება. მე მინდა რომ სწორად გავიგოთ, იმიტომ რომ ვინც გაფრთხილებულია შეერაღებული პრინციპით, თქვათ სარგებლობთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში, ახლა მოგესალმებათ, ყოველთვის რაღაც უკმარისობა არის დროისა, როცა პირდაპირ ეთერით გამოდიხარ და ვცდილობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილო ყურადღება. და ამ შემთხვევაში ნეგატიური ტენდენციები რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თორე ეს არის ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ხელს უშლიან წინსვლასა და წარმატებებს. თუმცა ეს არის შემოსო პოზიტიური არ გვექნება. პოზიტიურიც იქნება, რაც უკვლია, მაგრამ ისიც რომ პოზიტიური ნათლად გამოვლინდეს და უფრო მეტი წარმატების ფაქტორი გახდეს ჩვენ ცხოვრებაში, ამისთვის უნდა ვიცოდეთ რა არის უარყოფითი ნეგატიური. და მის მიმართ ვიყოთ ფრთხილი, წინდახედული, კონტროლირებადი. აი მაშინ ეს პოზიტიური ცხოვრებისული ტენდენციები უფრო მეტად თვალშესაცემი იქნება და უფრო მეტად გამოჩნდებიან თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ამიტომ ნეგატიურ ტენდენციებს პირველ რიგში ვაქცევ ყურადღებას, რომ ამან ამ უარყოფითმა არ შეგვიშალოს ხელი დადებითის გამოვლენაში და მეტ წარმატებებში. ეხლა პირველ რიგში მოვიტანხმოთ, რომ რადგან დედამიწის უარყოფითი ენერგოველია, ესე იგი აქ სხვა მოვლენებიც გვექნება, რომელზეც ჩვენ რასაკვირველია ცოტა ხანში ვისაუბრებთ, მაგალითად თუნდაც 10 რიცხვი რო ავიღოთ 10 დეკემბერს რა ხდება 4 შაბათი დღე აქ ფანტაზიების ინტუიციის მმართველი პლანეტა ნეპტუნი ხდება დირექტული სწორად მავალი და რაც მეტად განავითარებს ადამიანებში ინტუიციას შემოქმედებით შესაძლებლობებს ქველმოქმედების და მიმდრეკილებას და უანგარობას ადამიანებში კოსმიური საკითხებისა და რელიგიური საკითხებისადმი მეტ დაინტერესებას რწმენის გაძლიერებას თავისთავად ასევე საფრთხემდროების ინდუსტრიის განვითარებას, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების სპექტრის უკეთას, თქვათ, განვითარებას, საიდუმლოს მეტად დაცვას, მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს, პედაგოგიურ მოღვაწეობას, აი ეს ტენდენციები იქნება უბრალოდ უფრო კარგად წარმართებიან 10 რიცხვის შემდგომ. ესე იგი არის პოზიტიური ტენდენციები უდავოდ, რაც უნდა გამოყოთ და მაგალითად მერკური ეს არის მოგესალმებათ გონების ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა 12 რიცხვში უკვე ეს არის პარასკევი დღე გადასვლებს შვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. დამზაგავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანებში გონებამახვილობას, აქტიურობას, კომუნიკაბილურობას, უცხოენების ადვილად უნარს, ორგანიზატორულ მონაცემებს თითოეულ ჩვენთაგანში, ოპტიმიზმს გააღვიებს, მებრძოლ სულისკვეთებას. აკაც მოდი ასე ვთქვათ, ცოტა განავითარებს სუსტრაფობას, უყაერათობას, კამათისადმი მიდრეკილებებს ეს ტენდენციების თვალსაცემი იქნება 12-დან, ასევე 12 დეკემბრიდან. აი შესაძლებლობები ჩვენ უდაოდ გვექნება ამ კვირის განმავლობაში, მაგრამ რადგან დედამიწა მაინც უარყოფით ენერგოველშია, პირველ რიგში ყურადღება უარყოფით ტენდენციებს და რა ტენდენციებია ეს უარყოფითი, ამაზე ჩვენ ცხადია ვისაუბრებთ, მაგრამ
დაგვეწდება რომ გვიახლოვდება ასევე მოიხსენება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი წელი და აქედან გამომდინარე ფრიად აქტუალური იქნება ის ასე ვთქვათ ატრიბუტიკა რომელიც იქნება აქტუალური ანუ ფენშუის ჩინური ასე ვთქვათ ატრიბუტიკა რომლის ასე ვთქვათ ცოდნა მნიშვნელოვანია რათა ამით ასევე დაებეოთ ის ენერგიები წითელი ფერის ცეცხლის ასე ვთქვათ ცეცხლის სტიქიის მქონე იან ენერგიის მქონე აქტიური ენერგიის მქონე შემოდის ცხენი და ამიტომ ამასთან დაკავშირებით რა ტენდენციები იქნება მსოფლმელი ამაზად შევეხები და ეს ატრიბუტები ფრიად მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თითოეულ ჩვენთაგანი ცხოვრებაში. ნუ ამას ცოტა მოგვიანებით. ეხლა მოდი ამშვათ ისიც რომ მნიშვნელოვანია ისიც რომ ვიცოდეთ რომ გამოსულია ასევე სწორედ მომავალ წლის ასტროლოგიური ასე ვთქვათ ჟურნალები, იცით თქვენ უკვე ეს რა ჟურნალებია შენი ჰოროსკოპი მაგათი. აქ თქვენ გაქვთ მთელი წლის თვეების და მიხედვით დაყოფილი ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთათვის თვითონ ცხენის მახასიათებელი რისი წელიწადი მოდის ცხენი რით ხასიათდება რა ტენდენციები აქვს რა ტემპერამენტი აქვს რომელი სტიქიის ცხენია და შემდგომ ყველაფერი აქედან ჟურნალი შენი ჰოროსკოპი ამის გარდა იცით რომ არის დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, რომელიც გვამცნობს მაგალითად საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგნოზს მომავალი წლისა. ამის გარდა ყოველდღიური მთვარის კალენდრის ასტროპროგნოზი გაქვთ აქ მომავალი წლის, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი, ასევე შეიძლება გაეცნოთ, როგორ იქნება ეს წელიწადი მთლიანად და ასევე აქ ჩვენ გვაქვს აუცილებლად როგორც ტრადიციულად უკვე გეომანტია დედამიწისა როგორი იქნება იგი თვეების და მიხედვით და აქედან გეცოდინებათ უკვე აი რა სხვაჩვენს მინდა გითხრათ რომ შედარებით უკეთესია გეომანტია 2026-ში ვიდრე 2025-ში და ამას თქვენ თვითონ დაინახავთ გრაფიკების მიხედვით აქ ახსნილია ეს ყველაფერი ეს ინფორმაციაც იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი შეგნეთ იცით ამ ჟურნალში დევს რა წება კალენდრებისა მაგალითად ეს პატარა ასტროკალენდარი მომავალი წლის ასტროკალენდარი სადაც გათვლილია თვეების და მიხედვით კარგი და ცუდი დღეები და ასევე საშუალო ნეიტრალური დღეები და ეს არის ცალკეული ნიშნის მაგრამ ანუ ჯიბის კალენდარი მაგრამ ვისაც უნდა მთლიანად ოჯახისთვის ან დავუშვათ ორგანიზაციისთვის ყველამ რო ჩაიხედოს აი არის ესეთი ასევე შეგნეთ დევს დიდი ასტროლოგიური კალენდარი სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის გათვლილია დადებითი უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, ახსნილია მათი მნიშვნელობა და ეს ყველაფერი უკვე ყველა ნიშანმა შეიძლება გაითვალისწინოს და ამის დამიხედვით გარკვეულწილად აღარ მნიშვნელოვანი საკითხია რაღაც ხაშიკულება უნდა დადოთ, მოლაპარაკება აწარმოოთ, აი რომელია პოზიტიური დღე აჯობია იმ დღისთვის. მოხდეს ეს ყველაფერი და არა უარყოფით დღეზე, არა ახალმთვარეობაზე. აქვე გვაქვს ჩვენ ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო და ასტრომედიცინის კალენდარი, ანუ სადაც აღნიშნულია ის დღეები, როდესაც ესა თუ ის ორგანო სუსტდება და მასთან დაკავშირებით ოპერაციის ჩატარება არ ექნება სასურველი, ნუ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. ეს ყველაფერი ასევე ამ ჟურნალშია, ჰოროსკოპი და აქედან გამომდინარე თქვენ რასაკვირველია შეგიძლიათ ისარგებლოთ, წაიკითხოთ, ანუ იყოთ გაფრთხილებული და შეარაღებული ამ ინფორმაციით. ოღონდ ერთი რამ უნდა აღნიშნოთ, რომ შეგიძლიათ ეს ყოველივე ეს ლიტერატურა შეიძინოთ სად მეტრო შესასვლელებთან თბილისში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაც საბოტაჟს აქ ადგილი, ჰოლდინგ ვთქვათ სისტემიდან, რომელიც პალიტრას ეკუთვნის და მათ ხელშია მთელი ესე თქვენ პრესიჯი, ხურები და ბიბლუსი და შემდგომ და ამიტომ რატომღაც აი უკვე მე რამდენი წელია გვაწვალებენ იმალება ეს ინფორმაცია ძალიან ბევრჯერ დაგვირეკეს ბათუმიდან, ქუთაისიდან, თელავიდან რომ სად არის ამ დროს შეტანილი არის ლიტერატურა მაგრამ არ არის ასე ვთქვათ დახლებზე და მე გვიბრუნებენ უკან დიდი რაოდენობით ცხადია ამიტომაც რადგან ესეთი რაღაც ხდება ესე იგი ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ ცოტა სხვა გზით ვიაროთ მათ შორის გამოცემული ქალბატონი მაკაბერიძე მადლობა მას ესეთ საინტერესო და კარგი გამოცემებისთვის ხარისხიანი გამოცემებისთვის და უკვე ეს შეტანილია მხოლოდ ისეთ ადგილებში სადაც არის მაგალითად მეტროს შესასვლელები აქ უკვე კერძო პირები არიან და აი მათი მეშვეობით შეგიძლიათ შეგვიძლია უბრალოდ ჩვენს რეალიზაცია ამისა და თქვენს ამის შეძენა და ერთ-ერთი ჯიხურია იცით ეს არის ბუკიას ბახტან საბურთალოზე რომელიც ასევე უკვე მრავალი წელია იმის შემდეგ რაც ასტროლოგიაზე დაიწყეთ ჩვენ საუბარი და გამოვიდა ეს ჟურნალები აი მის მერე სწორედ აიქ ბუკიას ბახტან მდებარე ანუ ეს პეკინის
ქუჩაზე ამოგეხსენებათ, მდებარე ჯიხუში არის ასევე შეტანილი, აქაც შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ჟურნალები და ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და უკვე მიიღებთ ამ პროდუქციას კურიერის მეშვეობით სახლში. აი ესეთი სამსახურიც არის. და აქვე არის მითითებული სხვა შორის ამ ჟურნალებში და კალენდრებში ასტროლოგიური, ასე ვთქვათ, ჰოროსკოპი, ვისაც უნდა პირადი ჰოროსკოპი და ჩემთან მოხვედრა პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, მითითებულია ტელეფონის ჩვენი ნომერი, საკონტაქტო და შეგვეხმიანეთ და შეგვიძლია ეს პირადი ჰოროსკოპის შედგენა, ეს ყველაფერი წინა წლებში არ იყო და ახლა ჩვენ შევიტანეთ, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდია და აი ვეცადეთ რომ რადგან მით უმეტეს რთულდება, ასე ვთქვათ, მოწოდება თქვენ და ტელეფონის ნომრის ერთ-ერთი ტელეკომპანია კავკასიასაც შეგვიძლია ამაზე საუბარი, ისიც აღმოჩნდა რომ თურმე ბოლოში რო ვაცხადებდი ტელეფონის ნომერს, ძალიან ბევრი ადამიანი თურმე რაღაც ნაწილს უსმენს და ბოლოს არ უსმენს და მე სხვაგან ეძებენ ამ ტელეფონის ნომრებს. ამიტომ ახლა ამჟამად გადავწყვიტეთ რომ ამ კალენდრებშიც, ყველა ამ კალენდარში ჩვენ ბოლოში გვაქვს მითითებული ტელეფონის ნომრები, მათ შორის პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებული. სოციალურ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით, აი ხა იყო ძალიან საინტერესო ურთიერთობა ერთ-ერთ გოგონასთან. წარმოიდგინეთ, გოგონა არის დაავადებული თხისგას ზოდიაქოს ნიშნით და აქვს აბსოლუტურად სხვა თვისებები და ნუ იყო ძალიან დაბნეული წლების განმავლობაში არ იცოდა რა ჭირს, რატო ხდება ეს ამბავი. რადგან მისი მთვარე აღმოჩნდა დაავადების მომენტში მზე, ნამდვილად იყო თხისგასში, მაგრამ მთვარე ამ დროს გადიოდა სასწორის გაურებულ ნიშანს. ამავდროულად ისეთი პლანეტა როგორც არის მარსი, ასევე მისი ასცენდენტი, გარეგნობის ნიშანი აღმოჩნდა ტყუპებში, ამიტომ მას ჰქონდა ძალიან ბევრი ჰაერისტიკის თვისებები, ანუ სასწორის და ტყუპების და შინაგანი მერყეობა გაურება, რაც საერთოდ არ ახასიათებს თხისგას. და აქედან გამომდინარე, ჰქონდა ძალიან მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, სწრაფად მომძრავი ტვინი, რითიც თხისგასზე არ გამოირჩევა. იმიტომ რომ მერკური გონების მმართველი პლანეტა აღმოჩნდა მისი თხისგას ზოდიაქო ბოდიშფიხტი, არა თხისგასში, არამედ მერწყული ზოდიაქოში. და აი მერწყული აძლევს სწრაფ מחვილ გონებას. და სულ უკვირდა, იმიტომ რომ როცა ვკითხულობდიო ჩემ ზოდიაქოს ნიშანს თხისგას, რაღაც თვისებებსაც უკვე პოულობდიო ჩემსას, მაგრამ ძირითადად ვზნობდი რომ მე მაინც სხვანაირი ვარო. აი მე სწრაფად მოძრავი ტვინი არცად არ წერია. აბსოლუტურად მართალი იყო. შინაგანი მერყეობა თხისგას უწერია ყოველთვის იცის რა უნდა. ძალიან სწრაფ პრაგმატულ არჩევანს აკეთებს და მარტო წესია. და ის ვერ იგებდა და რაღაც ეჭვი ეპარებოდა ასტროლოგიაში, იმიტომ რომ აქ სხვა რაღაცა წერია და მე სხვანაირი ვარო. და ეხლა ამის მერე როგორ უნდა დამეჯერა ასტროლოგიისთვის. და ამიტომ სულ ეჭვი მეპარებოდა, სულ გადადება მქონდა ამისი და მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ აი ზუსტად იმიტომ რომ მაინტერესებს რა შეა საქმე და რატო არის ჩემში აბსოლუტურად სხვა თვისებები, ამიტომ გადავწყვიტე მოსვლა ჩემთან. და ნუ ყველაფერი დაულაგდა, გაარკვია ყველაფერი, რომ ეს ჰაერისტიკია ძალიან მოქმედებს და უფრო მაშინ მეტია ჰაერისტიკის თვისებები ვიდრე ბიცისტიკის და აქედან არის ზუსტად ის გაორება, მერყეობა, რაც ხშირად აბნევდა, რის შედეგად როულ არჩევანს ვერ აკეთებდა, მერე ნერვები ეშლებოდა და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი დავალაგეთ, მოვაწყვეთ, ყველაფერი იყო გასაგები მისთვის და დამშვიდდა, დაწყნარდა, გაცლებით მეტად, ეხლა კიდე მოისმენს ამას კარგად, იმიტომ რომ ჩაიწერა ეს ინფორმაცია და კიდევ უფრო მეტად დაულაგდებოდა, უფრო მეტად გაერკვევა საკუთარ თავში, რაც რასაკვირველია გაუადვილებს მეტად ცხოვრებას, განვითარებას და ბევრ სხვა სასკეთო ასპექტებს. ამიტომ ვისაც გაქვთ სურვილი, ესე იგი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, მობრძანდით. 599 დაგვირეკეთ ჯერ პირველ რიგში 91 52 38 ვიმეორებ 599 91 52 38 შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, არაფერი აქ საშიში არ არის. ახლა ეს იყო კიდევ ერთ-ერთი გოგონას დედა, ნუ გოგონა უკვე ჩვენ მეწლის იყო, მაგრამ რაღაც შინაგანი შიში აქ ასტროლოგიას ბოლომდე არ ენდობა, არ წამოვა, ერთ სიტყვით. ნუ კარგი, მე და მისმა დედამ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ჩაიწერა მან ტელეფონში, სხვათა შორის და მე რა ვთხარი, მაინტერესებდა მე, აბა მოისმენს თუ არა ის გოგონა, აი რას გამოიჩენს. სხვათა შორის მოისმინა და ამერიკამ მშობელმა მითხრა, რომ აი ძალიან ინანაო რო არ წამოვიდაო. იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცები ეგონაო, სულ სხვა ეგონა რომ სულ სხვა რამეზე ვილაპარაკებდითო და ეს რაც მოისმინაო, იყო შოკირებულიო რა.
იმ დღესო და ეს სხვა რამეა მე რომ ვწუნდაო რომ აი ესეთი რაღაცა ეკნებოდა როგორ არ წამოყვებოდიო ეუბნება მშობელს და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემო კარგებო ბევრს სხვა რამე გონია როცა აქ უნდა მოვიდნენ ჩვენთან მე ისეთ რაღაცას ხვდებიან ისეთ ინფორმაციას ხვდებიან რომ მეუბნებიან რომ ეს სხვა რამე ყოფილა ეხლა სხვანაირად ძირეულად გავიგეთ რა არის ასტროლოგია და როგორ არის ესე იგი საჭირო მასთან ურთიერთობა ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით თუ გინდათ გაერკვეთ საკუთარ თავში, გაერკვეთ თქვენს გზაში ცხოვრების სულ იმ შეცდომებში და როგორ გამოვასწოროთ და საიდან მოდის, აი უმრავლესობა ჩევის რაზე. ჩევის იმაზე რომ თulis რომ უსამართლოდ არის დაჩაგრული სამყაროს მიერ, რომ მას არ ეკუთვნის ესა თუ ის, რასაც იგი იღებს ცხოვრებაში, სირთულეს, სიმძიმეს, პრობლემას და ვეუბნები რომ პირიქით აბსოლუტურად ყველაფერი კანონზომიერეს თქვენ გეკუთვნით. რატო გვეკუთვნის? აი რას ვაკეთებთ? მეუბნებია რომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ, არავის არ უშავებთ, მაგრამ სულ პრობლემები გვაქვს. და უცებ ასტროლოგია აჩვენებს. რა კარმული ვალები აქვს, საიდან მოიტანეს, რატო, რის გამო და რა უმძიმებს ახლა ეს ვალი, როგორ უმძიმებს ახლა ცხოვრებას და როგორ უნდა გამოვხსნათ ეს. აი როცა ამას იგებს, მაშინ ხდება რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება სამყაროში. ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება და ეფუძნება მიზეზ შედეგობრივ პრინციპს. ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი. და როცა უკვე იგებენ ჩემგან რა არის მიზეზი ამა თუ იმ შედეგების, რომელსაც იღებენ და როგორ გამოვასწოროთ, აბსოლუტურად უნათდება თვალები. უნათდება გოლება, ყველაფერი გასაგები ხდება მათთვის, აღარ ჩივიან, აღარ წუწუნებენ, აღარ აპროტესტებენ, რომ ეს უსამართლობა და ყველაფერს იგებენ, შვიდად ნორმალურად და მე ცდილობენ რომ ეს გამოვასწოროთ. აბსოლუტურად სხვა საფეხურზე დგებიან ცხოვრების. ამიტომ შეგვეხმიანეთ 5 9 9 91 52 38. აბსოლუტურად სხვანაირად წავა თქვენი ცხოვრება დღესაც ველაპარაკე ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და მისთვისაც ისეთ საკითხები გაირკვა, როგორც თვითონ ბრძანა და ხა მორიელი მოგხსენება ტყუილა არაფერს არ გეტყვით, არც ისე ზედმეტი კომპლიმენტები ამ ნიშანმა და მე ვიმდევარ რომ საგრძნობად შეამცირებს შეცდომებს, იმიტომ რომ 6 ბიზნესი დაიწყე 6-ვე ჩამივარდაო. და რატო ჩაუვარდა, ეხლა მიხვდა, ყველაფერი გავაგებინეთ მას და ეხლა უკვე სხვანაირად მოექცა. არ მეპარება. ამიტომ შეგვეხმიანეთ და ეს ყველაფერი გამოვასწოროთ თქვენს ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება უკვე თვითონ პროცესებს, რომელიც 8-14 დეკემბრის შუალედში იქნება თვალში საცემი ასტროლოგიური პროცესები იგულისხმება რასაკვირველია და პირველში რადგან პერიოდი რთულია დედამიწა უარყოფით ენერგოველშია ჩვენ აღვნიშნეთ რა ტენდენციებია ყველა ნიშანს და ისინი იგრძნობენ რას ყველამ ტენდენციას პირველში ვერ ძებობ თხილად გზავრობა მოგზაურობის დროს ეს არის აუცილებლად პრობლემა უნდა შეგექმნათ არა მაგრამ სიფრთხილე საჭიროა რატო იმიტომ რომ აქ მოსალოდნელია სხვადასხვა სახის სირთულეები შეიძლება ბარგი დაეკარგო შეიძლება გადაიდოს თქვენი გზავრობა შეიძლება გზაში ვიღაცას წაეკამათო და ამას რაღაც დაძაბულობა მოყვეს ტექნიკამ პრობლემების შექმნას და ასე შემდგომ ამიტომ ამ თვალსაზრისით იყავით მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი ფინანსურ საკითხებთან იყავით ყურადღებიანი ზედმეტი კაპიტალდამონებები ახლა არ გვინდა და ამას შეიძლება მოყვეს დაძაბულობა მათ შორის ურთიერთობებში შემდგომ ფინანსური დაძაბულობა ეს ის პერიოდი რომ შეუბისას ასევე გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთ თქვენი იდეა შეიძლება იყოს აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის და ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს ამ იდეების რეალიზაციას ეს პერიოდი მივლინებისთვისაც კი უცხოეთში მივლინებისთვის მაინდამაინც სასურველი არ არის ისე არ წარიმართება ყველაფერი როგორც თქვენ რისი იმედიც გქონდათ საქმეებში ცირთულეები ამ სოდნელი და ურთიერთგაგება ადამიანებთან მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან მცირდება ამიტომ შეიძლება მათი დაპირებაც არ შესრულდეს ამ ტენდენციებს მეკცეთ ყურადღება მაგრამ შეეხება ჯანმრთელობას აქ ამ ხრივ არ არის თუნდაც საქმე პირიქით ენერგოტონუსი ხა მაღალი გაქვს ჯანმრთელობა მდგრადია ეს ნიშანი აქტიური ენერგიული ინიციატივიანი გონებამახვილი ლიდერია ორგანიზატორია ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის მაგრამ აი წყალქვეშა დინებები სად არის ეს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რის მიმართ კონტროლია საჭირო რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავდებლებს აქ პირიქით ენერგოტონუსის დაბალია ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადი იქნება შემდეგ კვირაში ამიტომ მეტად დაასვენეთ ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი როგორც ამ შესაძლებლობა მოგეცემათ ფსიქოემოციური არასტაბილურობა დრო იჩენს თავს შინაგანი გარკვეული შიშები ეჭვები ასევე იჩენენ თავს ზოგიერთ შეიძლება ცოტა დეპრესიულიც კი აღმოჩნდეს ამ პერიოდში და ამშვენად ისიც რომ
ეს ის პერიოდი, რომელსაც დაძაბულობას მეტად იგრძნობ თქვენს ირგვლივ, მათ შორის. მოგიხდება ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი ვალდებულებების აღება და ურთიერთწინააღმდეგობა შეიძლება წარმოიქმნას თქვენსა და ირგვლივ ყოფ ადამიანებს შორის. მათ შორის შეიძლება ბიზნეს პარტნიორებთანაც კი ფინანსურ საკითხებთან იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ აქ ზედმეტ ხარც მაქსიმალურად თავი არიდეთ. ეს არ იქნება სასურველი, იმიტომ რომ ფინანსური შესტომების დაშვების ტენდენცია მაღალია. და კონკურენტული ბრძოლაც იქნება საკმაოდ მაღალი. ამასაც მიაქცეთ ყურადღება. ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო უნდა დაიცავით. ზედმეტ ნუილაპარაკებთ თქვენი გეგმების, სურვილების, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ერგოტონუსს არუჩევიან, ენერგია არის, კომუნიკაცია, კომუნიკაბილურობასთან ერთად გონებამახვილობა, ეს ნიშნავენ აქტიური ენერგიული ინიციატივიანია. ამ ხრივ ძალიან კარგია ეს პერიოდი, მაგრამ უსამართლობის ტენდენცია იჩენს მეტად თავს. ყოველ შემთხვევაში თქვენ ასე ჩათვლით. ასევე აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც არასწორად შეიძლება ზოგიერთმა გაიგოს თქვენი სიტყვა, თქვენი მოქმედება და ამან შეიძლება გაუგებრობები გამოიწვიოს ურთიერთობებში და დაძაბულობა შესაბამისად. იურიდიულ საკითხებთან და პრობლემებთან იყავით თხილად, იმიტომ რომ აქაც შეიძლება შესტომები დაიშვას. და ამ ხრივაც ვიყოთ ყურადღებით და ფინანსური კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ამიტომ აკონტროლეთ ფინანსური ხარჯი. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ისევ და აქტუალურია თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ ბიზნეს საქმიანი პარტნიორი, იგულისხმეთ გინდათ პირადი სასწავლო, აქ დაძაბულობის კონფლიქტების შემთხვევაში რასკველი თქვენ წინსვლას საგრძნობად შეფერხდება. თუ ეს სფერო გაქვთ სტაბილური და აქ პრობლემებს წყვიტავთ მშვიდობიანად დიპლომატიით კომპრომისებით, მაშინ გაწოლებით უფრო წარმატებული იქნება ეს კვირა თქვენთვის. და რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშანს, კერჩხების ერგოტონუსი აქ პირიქით დაბალია, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ადვილად იღლება ეს ნიშანი, იმიტომ რომ შრომის უნარიანობა არ არის სათანადო დონეზე და უშუალოდ ისიც რომ აქ ჯანმრთელობას პირველ რიგში უნდა ყურადღება, ისევე როგორც ურთიერთობებს ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. მოიქნებით ზედმეტად ხისტი, ზედმეტად ხასიათვალებადი, ეცაით რომ ეს ურთიერთობა დაეყრდნოს დიპლომატიურობას, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობების გაუარესებს საერთოდ თქვენს, ასე ვთქვათ, პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივებს. და ამასთან ერთად მოდი ავუშვოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩათვლით, რომ უსამართლოდ გექცევიან ირგვლივ ყოფი ადამიანები, მათ შორის კოლეგები და ხელმძღვანელები და ამის გამო ზედმეტად უნდა ძაბავთ მათთან ურთიერთობებს. ნუ თქვენ თლიანობაში თვლით, რომ სამყარო უსამართლოდ და არა მარტო ხელმძღვანელები გეპყრობათ, იმიტომ რომ გაცილებით მეტ საძლევთ საზოგადოებას თვლით ასე, ვიდრე უგება გაქვთ. და ეს იწვევს სწორედ ამ უსამართლობის გრძნობას თქვენში. ამასთან ერთად მოდი ავუშვოთ, რომ უმადური ადამიანები ჩათვლით, რომ თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და უმადურობაზე განსაკუთრებით სიკვემოწმურ გაღიზიანებას იწვევს თქვენში და განსაკუთრებულ მძაფრ რეაქციას აძლევთ. რაც ითხოვს ასევე ცოტა მეტ ყურადღებას. თუმცა პერიოდი ცუდი არ არის იმისთვის, რომ დაალაგდეთ. აი მაგალითად დაალაგოთ თქვენი აზრები, დაალაგოთ თქვენი ურთიერთობა, დაალაგოთ შეიძლება თქვენი სახლი ან საქმეები. ამ კუთხით ამ პერიოდს აქვს უდავოდ დადებითი შესაძლებლობები. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება აქ ამბიცია და თქვენი ზედმეტი სიამაყე. აი ეს ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ძალიან იზრდება. აი ამ შეიძლება დააძაბოს ურთიერთობები ირგვლივ ყოფ ადამიანებთან შექმნას ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტები. თან გინდა დიქტატორული ტენდენციების გამოვლინა სხვა სახვევებს საუთარნებას სურვილს. და აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ ამ დროს თქვენს სწორ მოქმედებაში. და ვერ ხვდებით რომ ხდებით დიქტატორი და სხვა სახვევთ და იძულებთ ის გააკეთოს, რაც არა მას უნდა, არამედ თქვენ გინდათ. და ეს იწვევს საპასუხო რეაქციებს. ამასთან ერთად ერგოტონუსს არ უჩევით. ჯანმრთელობა მდგრადი, აქტიური ხართ, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილური. ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის და ამ ხოლმე თვალსაზრისით სირთულეები არ არის უდავოდ, მაგრამ მოდი ახლა ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ ფულის უყარათო ხარჯვა მოიმატებს იღავით ყურადღებით სულსტრაფობა, მოიმატებს იღავით ყურადღებით სიჯიუტე, გაძლიერდება არავის მოსმენა არ ცუდ, რაც დამატებით სირთულეებს შექმნის ირგვლივ ყოფ ადამიანებს და აქვე აუჩვენთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ესა თუ ის ხელშეკრულება, ან მოლაპარაკება, ან იგნორება მოახდინოთ თქვენს ხვისი უფლებებისა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სამართლიანობის კანონებიც კი არ დაიცვათ საზანადოდ, რაც გამოიწვევს საპასუხო რეაქციებს და არასასურველ კონფლიქტებს. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. აი აქ მდგრადობა ბევრად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას წარმატებას, მაგრამ თუ ამ სფეროში კონფლიქტების შეგექმნათ, რისი ალბათობა მაღალია, აი მაშინ ეს თლიანობაში გახდება თქვენი წარმატებობის ფაქტორი.
რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობებს, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადი ხდება, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ, ემოციური ფონი უფრო დაძაბული ხდება და ამიტომ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. მოვერიდოთ აქ ყველა სახის საქორწინო მოქმედებებს, ასევე რემონტს, მსხვილ საყიდლებს, აი ეს ამისთვის ეს პერიოდი არ ვარგა და პარტნიორული ურთიერთობა ითხოვს განსაკუთრებულ ასევე ყურადღებას, იმიტომ რომ ცოტა სუბიექტური შეფასება შეიძლება იყოს თქვენი მხრიდან მოვლენების, საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებული, ასევე თვლით, რომ და სავსებით შესაძლებელია, რომ სამართლიანობას დაერღვეს, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე პარტნიორთა მხრიდან. ამან შეიძლება კიდევ მეტად დაძაბოს ურთიერთობა და მოვერიდოთ ამიტომ ყველა სახის ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს, ყოველივე ეს იქნება ფუჭი, უფრო მეტად მზად იყავით რისთვის, რომ შეიძლება საყოფა ცხოვრება პრობლემა ეჩინონ თავი, ნუ გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, ბავშვა ტელევიზორი და ამასთან დაკავშირებით მოგეხდეთ დამატებითი ესე იგი თანხების გადახდა, დროის ენერგიის ხარჯვა და ასე შემდგომ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს, მაგრამ ტენდენცია არის და მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი სტაბილური ურთიერთობა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ახლობლებთან. თუ აქ ურთიერთობა დაგეძაბათ, პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოიმატებენ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობებს, ერგოტონუსს თქვენ არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადი, ესთიშანი კომუნიკაბილური, გონებამახვილი, მიბზიდველიც არის და მოდი ასე ვთქვათ, მთლიანობაში ცუდი პერიოდი არ არის, მაგრამ აქვს წყალქვეშა დინებები. ამ წყალქვეშა დინებებს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. აი მაგალითად, რატო შეიძლება გახდეს უფრო დაძაბული ეს პერიოდი? აგრესია მატლობს. არა მარტო ერმილყოფ ადამიანებში, არამედ თქვენშივე. რაც ფრედ გასაკვირია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ნიშანია, მაგრამ ამჯერად აი კოსმოსი ამ ენერგიებს აფრქვევს თქვენში. რამაც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს კონფლიქტების, აუსიავნებებისა და დაპირისპირებებისა. ეს ნეგატიურ დახს ასვავს თქვენს საქმიანობას, პროფესიონალის. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ვერ იტანს სხვათა მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, არაკომპეტენტურობას, რაც ქმნის დამატებით დაძაბულობას. მოვარიდოთ აქ საზოგადოების ფართო ფენების წინაშე გამოსვლებს, მგზავრობა მოგზაურობას, მნიშვნელოვან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, მათი უმრავლესობა არ მოცემი არ ეკნება, უფრო მეტიც თქვენი მოტყუების ცდელობაც მოიმატებს. ამიტომ ნებისმიერ, რადგან ფეიკების ალბათობა მაღალია, ნებისმიერ ინფორმაცია გადაამოწმოთ. არავის არ ენდოთ. ხელშეკრულებას დებთ, ყველა პუნქტს გადახედეთ. სხვანაირად შეიძლება აქაც შეცდომები დაუშვათ და უსიამოვნების წინაშე აღმოჩნდეთ. მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან მიმართებაში, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობების დაძაბულობის შემთხვევაში სირთულეების კოროვისული კიდევ უფრო მეტად მოიმატებენ. და ამის ტენდენციაც არის. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობებს, რასკველი ამ პერიოდი რთულია, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ემოციური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია და ამიტომ თქვენი რეაქცია სხვა ადამიანის მოქმედებაზე ან დაუშვათ უსამართლო პოზიციაზე იქნება ძალიან მძაფრი და ძალიან აგრესიული დრო და დრო. ამიტომ თავდაჭერა მაქსიმალურად გამოავლინეთ, სხვანაირად თავდაჭერის გარეშე თქვენი აგრესია გახდება ძალიან დიდი უსიამოვნების ფაქტორი, რისი ალბათობა მოიმატებს. ამასთან ერთად აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქვენს ინტერესებს შეეხონ სხვა ადამიანები, რაც ასევე ძალიან მძაფრ რეაქციებს გამოიწვევს თქვენი მხრიდან, იმპულსურობა მატულობს და აქედან გამომდინარე, ამას შეიძლება ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს, თქვენი რეპუტაცია შეირყეს. ანუ მოდი ახლა ესე ვთქვათ, მაქსიმალურად მოვერიდეთ ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვან კაპიტალ დაბანდებებს, ინვესტიციების ჩადებას და მნიშვნელოვანი საყიდლების გაკეთებას. ამისთვის ეს პერიოდი უდაოდ არ ვარგა, იმიტომ რომ გამოიწვევს მერე წყვილობრივად ფულის ხარჯვას და ფინანსურ დანაკარგებს. რაც შეეხება მშვილდოსნებს, ენერგოტონუსს არ უჩვევიან, პირიქით ჯანზე არიან, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მათთვის, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უშიშარი, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელია, ოპტიმიზმიც, გონებამახვილობაც, სათავადო სიმაღლეზე, მაგრამ პირობში მიაქცევთ ყურადღება ამ დადებითთან ერთად, რა არის უარყოფითი, რამ შეიძლება შეუსხელი ამ მთლიანობაში კარგ თქვენთვის პერიოდს. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ აქ დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს უსამართლო მოქმედებებმა სხვათა მხრიდან თქვენს მიმართ. ან თქვენი მხრიდანაც კი. მოდი აღნიშნოთ. თქვენ აქ ნაკლებად გაინტერესებთ ავტორიტეტები. ამიტომ ხშირად არ ვუებთ ამ პრინციპებს, რომ ავტორიტეტს გარკვეული პატივისცემა ჭირდება. რამაც შეიძლება ასევე დაძაბოს ურთიერთობები და აქვე აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში თუ გამოავლენთ ეგოიზმს, დიქტატორულ ტენდენციებს, სულსტრაფობას, ფულის უარყოფითი ხარჯვისადმი მიდრეკილებას, სხვა სახუებს, აგუტარნებას, სურვილს, ეს თვისებები რასკვილა დაძაბავენ, დამატებით კიდევ
ურთიერთობებს, რაც სულაც არ ექნება თქვენთვის სასურველი. რაც შეიძლება თხისქას ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, აი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში თხისქასათვის არის ეს კვირა. ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ, ძილი აგერიოთ, თავის ტკივილებმა და სხვა სახის პრობლემებმა იჩინონ, აქ შეიძლება თავი ძალიან გართულდება იდეების რეალიზაცია. ეს ის პერიოდი, რომელსაც ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები ერთი-ორჯერ აძლიერებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებებს და ასევე ძალიან ნერვებს გიშლის სხვათა მხრიდან უპასუხისმგებლობა, რომელსაც შეიძლება შეეჯახოთ. არაკომპეტენტურობა, ეს დამატებითი კონფლიქტების ფაქტორი იქნება და ამ შემთხვევით ისიც რომ ეს ის პერიოდი, როდესაც ენას ყველი უნდა დააჩვიოთ. საიდუმლო დაიცვა, ზედმეტი არ ილაპარაკოთ თქვენი გეგმების შესახებ და აკონტროლოთ რა ხდება თქვენს ძულს უკან. არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ. აქ ჯობია ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი და ორგანიზმი. რაც შეეხება მერწყულებს, ეტისური პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, გონებამახვილია და ამ მხრივ კარგია, უდაოდ შესაძლებლობები პოზიტიური არის, შეუძლია სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, საინტერესო ახალი იდეების რეალიზაცია, მაგრამ სად არის წყალქვეშა დინება? ეს არის ის, რომ ზოგიერთი შეიძლება საიდუმლო ინფორმაცია თქვენ შესახებ გამოვზაურდეს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნებები. ასევე აღნიშნოთ, რომ აქ ფარულ მტრებს არ ძინავთ და მოშორნეებს შეიძლება ესე თქვათ. ამის შედეგად მათი მოქმედების შედეგად თქვენ ზურგს უკან შეიძლება ზოგიერთი გეგმა გადაიხედოს, ზოგიერთი პერსპექტივა გაქარწყლდეს და აღნიშნოთ, რომ პარტნიორული თანამშრომლობაც რთულად წარიმართება. უფრო მეტი შეიძლება კრიტიკის ქარცელში მოექცეს თქვენი კოლექტიური და პარტნიორული, ასე ვთქვათ, შემოქმედება. ასევე აღნიშნოთ, რომ მეგობრების მხრიდან შეიძლება პრეტენზიულობა გამოვლინდეს მეტად. ამიტომ უფრო მეტ დროს დახარჯავთ იმაზე, რომ როგორმე მოაწესრიგოთ ეს დაძაბული კონფლიქტური სიტუაციები, როგორც საქმეან, ასევე ბიზნეს პარტნიორებთან, მეგობრებთან და ასე შემდგომ, ვიდრე დაუშვათ რაღაც იდეები განახორციელოთ. აი, ამან შეიძლება წაიღოს ძალიან ბევრი დრო და ენერგია. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, კონფლიქტური პრობლემური პერიოდია, ენერგოტონუსის დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ასევე მიაქცეთ ყურადღება ფსიქოემოციურ არასტაბილურობას, არავითარი ფიქრები წარსულზე, არავითარი შინაგანი შიშები, არავითარი ცუდი აზრების გაღვიება, პირიქით თქვენი დახვეწილი იუმორი წამოწიეთ წინა პლანზე, ინტუიციას დაერდენით, კარიერულმა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ მათ შორის კოლეგების ინტერესები და აღნიშნოთ, რომ არაერთი შეცდომა შეიძლება დაუშვათ კრიტიკოსები მოგიმრავლდებიან აქედან გამომდინარე, დასცემს თქვენს ავტორიტეტს და აქვე აღნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი ეჭვის ქვეშ დააყენებს თქვენი იდეების მართებულობას, ამიტომ თქვენი თვითრწმენაც მცირდება. ეცადეთ მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ როგორც ხელმძღვანელ პირებთან, ასევე კოლეგებთან, რათა აქაც დაძაბულობამ არ შეუშალოს ხელი თქვენ შემდგომ პროფესიულ განვითარებას. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ზოდიაქოს ნიშანთათვის, ხოლო ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კვირაში ჩვენ გვაქვს რამდენიმე გეომაგნიტური დღე, გეომაგნიტური იქნება ორშაბათი, 8 რიცხვი, შემდგომ გეომაგნიტური იქნება ასევე 11 დეკემბერი, ეს ხუთშაბათი დღეა. პარასკევი დღეს უკვე არის 12 დეკემბერი და შაბათი 13 დეკემბერი, ანუ 4 დღე ვარ გეომაგნიტური ციტეს ნიშნავს იმას, რომ ამ დღეებში მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ამიტომ წნევას მიაქცეთ ყურადღება. შეიძლება ამისი პროფილაქტიკა აწარმოეთ მასთან მიმართებაში, რომ ამან დისკომფორტი არ შეგექმნათ. ჩვენ ვახლოვდებით ახალ წელს და ეს ფენშუის ატრიბუტიკა, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეგრეგორი ენერგია დადებითი მომავალი წლის მბრძანებლის ანუ ცხენისა და მისი წელიწადისა, აი ამ ტენდენციებს უნდა მიექცეს ყურადღება და აი მინდა ამ შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ. აი ეს ხალიჩა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ეს არის ეგრეთ წოდებული სიმდიდრის ხალიჩა, ფულის მოზიდვის ხალიჩა. მას აქვს სპეციალური სიმბოლოები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი. ეს არ არის ფუკი, ვინც ცოტა ერკვევა, ფუკი სხვა არის. იმას ჩვენ სხვა დროს ვაჩვენებდით, ეხლა აქტუალურია წელს სწორედ აი ეს ფულის მოზიდვის ხალიჩა. ეს უნდა გქონდეს ჩვენ საახალწლო ღამეს და საერთოდაც თუ გვექნება, იქნება ძალიან კარგი ესეთი მოზიდვის ხალიჩა, საახალწლო ღამეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და არა მარტო ეხლა 31-ში, არამედ 17 თებერვალს შემოდის ცხენის წელიწადი, იქაც კარგი იქნება რომ ეს გვედოს მაგიდაზე, დავდეთ მაგიდაზე და წინ და ამ ასე ვთქვათ ხალიჩაზე რა უნდა მოვათავსოთ, ხოტეი. ეს არის სიმბოლო, ანუ ჩინური ბუდა.
სიხარულის, სიყვარულის, ოჯახის სტაბილურობის, ფინანსური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორი აი ამას ვათავსებთ სწორედ აქ. შემდეგ უმატებთ მონეტებს, როგორც სიუხვის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ესეც, აი აქ სწორედ გვერდით დავუდოთ მას შემდგომ, რაც გველი არის გვაქვს კრისტალები. კრისტალი ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება თუ წითელი იქნება ან ყვითელი. კრისტალის მოვაქცევთ, რომ კრისტალის მეშვეობით ხდება პორტალების გახსნა და სასიკეთო კოსმური ენერგიების მიღება, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია და ამას უმატებთ, რაც გველია სიმბოლიკას მომავალი წლისა ანუ ცხენის წელიწადი მოდის, ხო? შეიძლება იყოს ესეთი ოქროსფერ-ყვითელი ცხენი, შეიძლება იყოს წითელი ფერის ცხენი, კი ბატონო, და აი აქ ასევე მოვათავსებთ ცხენის სიმბოლიკას. ეს ერთად საახალწლო მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ხელს შეუწყობს მოზიდვას, არა მარტო ფინანსურ მოზიდვას, ბარაკას, ხვავს, ჯანმრთელობას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს საერთო წარმატებებს, პატივს მივაგებთ მომავალი წლის ბრძანებელს, ცხენს და მის კეთილგანწყობასაც დავიბევებთ ამით. ამის გარდა აი სიყვარულის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ფენშუის მიხედვით ორი თევზი, რომელიც ერთმანეთს ესიყვარულება და ქვევით ან ფინანსები, ფული, რომელიც ასევე ხელს სკობს სტაბილიზაციას და უფრო მეტ აყვავებას მათ შორის ფინანსური ადგული კავშირისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმის გარდა, რომ ესთეტურად ძალიან საინტერესო და ლამაზია, ამის გარდა მას თავისი დატვირთვა აქვს ენერგეტიკული სიმბოლიკა, აი ჯანმრთელობის, ხანგრძლივი სიცოცხლის, ასევე ფაქტორი ძალაუფლების გაძლიერებისა და მოზიდვისა, ასევე აქაც არის ფინანსური შესაძლებლობებით ახსოვს ეგრეთ წოდებული ნავი, ფულის ნავი, რაც ასევე ხელს უწყობს ამ სფეროს გაძლიერებას და არ დაგვავითეს ერთ-ერთი უძლიერესი სიმბოლო აგერ ბატონო სიყვარულის არა მარტო, არამედ ეს არის ასევე ფინანსური წარმატებების და სულიერი ამაღლების სიმბოლო და სულიერი ამაღლება რას ნიშნავს ყველაზე მეტად ფასდება სამყაროში. ანუ აქ ჩვენ გვაქვს აი სწორედ ლოთოსის გამოსახულება, ლოთოსი როგორც სიმბოლო უმაღლესი სულიერების ადამიანში და ამ კუთხით განვითარებისა. ამის გარდა შორის მინდა გითხრათ, რომ მაღაზია ლინდაოში, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში, ეს არის ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა ფუნიკულორისკენ მიმავალი, მოსკოვეც გრიბოედოვის ქუჩა და კუთხეში არის ეს პატარა მაღაზია ლინდაო, ქართველების მაღაზია დარაჩენელების, მაგრამ ყველაფერი ჩინეთიდან არის ჩამოტანილი, ეს მინდა გითხრათ და აქ თქვენ ნახავთ აი უამრავ ამ ატრიბუტიკას ყველაფერს, რაც შეხა ჩვენ ვაჩვენებთ და უამრავ კიდე სხვა ატრიბუტიკას, რისი ჩვენების საშუალება ფიზიკურად ახლა არ აქვს, აქვე არის ეს საინტერესო ბრელოკები. აი მინდა გითხრათ, რომ ეს ბრელოკი მაჩუკეს მე, აქ არის გამოსახულება ცხენის, იმიტომ რომ ცხენის წელიწადში ვარ დაბადებული და არის ყველა გამოსახულებები ყველა წლისა, შეგიძლიათ თქვენივე აირჩიოთ და აქვე ჩვენ აი აქ არის ფიროზის თვლები გაკეთებული სხვა შორის და აქ არის ასევე ბედნიერების კვანძის გამოსახულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხარეს არის კიდე საინტერესო. აი ფულის სიმბოლიკის კოდი აქვს ჩადებული, რომელიც ტრიალებს. აი ესე შეგიძლიათ ხშირად ატრიალოთ და ამით კიდევ მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი. ესეც კიდე დამატებით შეგიძლიათ აქ შეიძინოთ. ამის გარდა აი ეს არის ოქროს ფულის თასი. სადაც ნუ ახლა აქ ჩვენ შეგიძლიათ აქ მაგალითად ჩაღაროთ უამრავი რაოდენობის, ესეც იქ იყიდება სხვადასხვა მინერალები, ქვები. აქ არის ნეფრიტი, აქ არის დაუშვათ ლაზურიტი, აქ არის ტურმალინი და უამრავი სხვა ქვა და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მინერალები ერთად ფულის ჯამში ეს ძალიან კარგი წარმატების ფაქტორებია. აქვე ახლა შეგვიძლია სხვანაირადაც გამოიყენოთ, ახლა სპეციალისტები ამას აგიხსნიან უკეთ, მაგრამ ნუ ზოგადად მაინც მინდა გითხრათ, რომ თუ იქნება ეს სავსე, აი ესეთი კრისტალებით, იქნება სავსე სხვა სახით, ასეთი მინერალებით, ეს აძლიერებს ფინანსურ ეგრეგორს, იმიტომ რომ აქ არის სულ წარწერები, რომელიც ფინანსური ეგრეგორის მოზიდვის ფაქტორია და ფუკის სიმბოლოებიც არის ასევე აქ ეს უმაღლესი მათი ნიშანია წარმატებისა. ამასთან ერთად, თუ დავუშვათ ამ მინერალებს არ ჩაყრით, მაგრამ მაშინ შეგიძლიათ სხვა რიტუალი ჩაატაროთ. მაგალითად, ამ ჯამში მოათავსოთ ცოტა რაოდენობით ბრინჯი და 27 განმავლობაში, დავუშვათ თუნდაც 5 თეთრიანები იყოს, ხო? ეს ლითონის ფული ჩაღაროთ 27 წალი. 27 დღის გავლის მერე ამ ფულს ამოიღებთ და დახარჯავთ. ეს რიტუალი ძალიან აძლიერებს ფინანსურ ეგრეგორს და ხელს სკობს ფინანსების მოზიდვას თქვენდამი. ამასაც მეაქციოთ სათანადო ყურადღება. ეხლა დანარჩენზე უბრალოდ მე ამდენი დრო არა მაქვს, უბრალოდ გეტყვით, რომ აი დანარჩენზე უკვე სპეციალისტები გესაუბრებიან, ფენშუის სპეციალისტები ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში. აი აქ ვერაზე, მოგხსენებათ, ოპერის წინ,
აი აქ უკვე შეგიძლიათ ამ თემებზე უკვე უფრო ცლად ისაუბროთ, უფრო დეტალურად გაიგებთ ყველაფერს თუ როგორ ჯობია მომავალის დახვედრა და რა ტენდენციები იქნება დაკავშირებული. თუმცა შემდეგ გადაცემებში ჩვენ კიდევ ამას შევეხებით. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა წმინდა ასტროლოგიური კუთხით. ესე იგი კვირის ცალკეული დღეები, აი 8 რიცხვი, ხვალ ორშაბათი დღეა, გეომაგიტურია, ამიტომ იცით რა უნდა გააკეთოთ, თუ რაღაც პრობლემებია წნევასთან. წამლების პროფილაქტიკა, ყავა თუ დაბალი წნევა, ხვალ ნურაფერს უნდა გეგბავთ, აკონტროლოთ თქვენი აზრები, დაეხმარეთ სხვებს, მოვერიდოთ ხალხის მასას. აურის ენერგო დაბინძურების ალბათობაც მაღალია. ესეც გავითვალისწინოთ და მოიმატებს მოტყუების და ცილისწამების შესაძლებლობა. დავარიდეთ ყველა სახის კონფლიქტებში ჩართვას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. ამიტომ ნუ გადაიღლებით საუნა, სოლარიუმი, აბანო, ზედმეტი დაღლა, გადაღლა, ნერვიულობა ეს ყველაფერი იგზავნება, იმიტომ რომ გულს უნდა გაუფრთხილდეთ მაქსიმალურად. ყველას კარგია ხვალინდელი დღე ვერცხლისთვის და ტყუბებისთვის. 9 რიცხვს შეეხება სამშაბათი დღეა, ცოტა ტრამლავარიულია, კარმული გამოცდის ერთგვარი პერიოდია, ხელს უწყობს, მოდი ასე ვთქვათ, მტრების მაქინაციების დაძლევას. პარტნიორთებაში კი მოემატებს ზნობიარობა, გულწრფელობა, ზრუნვა ერთმანეთზე. და აქაც ცოტა გაუფრთხილდეთ გულსიზარღვან სისტემას, აქაც არავითარი სოლარიუმი, აბანო, ნერვიულობა, სიმძიმეების აწევა, ყველაფერი რაც ძალიან წაბავს გულს. აი ამასგან თავი შევიკავოთ. და ოპერაციების ჩატარებას ყველა ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სამშაბათს სასურველი. ყველას კარგია სამშაბათი ლომის, სასტორის და მშვილოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 10 რიცხვი დეკემბრისა აქ ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი დილის, ანუ კურსო მთვარე როგორც ხანერთ უწოდებ, დილის 8 საათი და 57 წუთიდან დილის ან დღის როგორც გენებოთ 11 საათამდე 22 წუთამდე გასტანს იგი. აი აქ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი აქ არასასვლელი ტრაუმებისა და ავარიებისა. ამიტომ ეს პერიოდები მძღოლება ქვეითად მოსარულეებმა ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა განვლონ. მეტი სიფრთხილე გმართებთ 4 შაბათს გზაში, პარტნიორთებებში თავი შეიკავეთ საყვედურებისაგან. ძველ წყენასაც ნუ გაიხსენებთ აქ. ზოგადად შედეგი არია თვალების, ტერპების, ღვიძლის, ნავლის, ბუჩქის მკურნალობა და ამ დღეს ფანტაზიების ინტუიციის მმართველი პლანეტა ნეპტუნი ხდება დირექტული, სწორად მავალი. რას ნიშნავს ეს უკვე ამაზე ჩვენ დასაწყისში გადაცემისა ვისაუბრეთ. 11 რიცხვი დეკემბრისა ხუთშაბათი დღეა, ესეც გეომაგიტურია, ამიტომ მეტი ყურადღება თუ რაღაც დისონანსი იგზენით, ანუ თავის ტკივილი უგუნებობა და შემდგომ წნევას მეკცეთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკით გამოასწორეთ. ესეც კარმული გამოცდის ერთგვარი დღეა, ყველაფერია მოსაოდნელი, მზად ეღავით ყველაფრისთვის. შესაძლებელი იქნება მეტოქეებისა და მტრების მაქინაციების ასევე დაძლევა. ხუთშაბათსაც პარტნიორთებებში კი მოემატებს ცოტა წყენა, სიჯუტე, თავნებობა და მომატებელ სექსუალურ ენერგიას ნუ გარდაქმნით კონფლიქტში, აგრესიაში, რისი ალბათობაც არის. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი და ელენთა ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხუთშაბათი კუროს და კერჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 12 დეკემბერს შეეხება პარასკევი დღეა, გეომაგიტური, ამიტომ აქაც წნევას განსაკუთრებული ყურადღება, საჭიროა შესაბამისი პროფილაქტიკა და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს საღამოს. 18 საათიდან 52 წუთიდან 20 საათამდე 5 წუთამდე აქ ზედმეტად დუმდება ყურადღება, ამიტომ მაქსიმალური ყურადღება ამ პერიოდში მძღოლებს და ქვეითად მოსაუბრებს. და აქაც გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური გადავა უკვე 12 რიცხვიდან მშვილოსნის ზოდიაქოში და 800-ზე გავლენა ექნება ამაზე ჩვენ უკვე დასაწყისში გადაცემისა ვისაუბრეთ, რაც შეეხება თვითონ პარასკევ დღეს, ეს დღე ხელს შეუწყობს მოდი ასე ვთქვათ, საარქივო ძიებას, შეცდომების გამოსწორებას, შემოქმედებით მუშაობას, შინანური ცხოველების შეძენას და მათ გაწვრთნასაც სხვათა შორის. კარგია აქ ეს პერიოდი რისთვის. იმ კუთხით კარგია, რომ აქ შეიძლება შემოქმედებითი შედევრებიც კი შეიქმნას და ამ ხრივაც იყოს სასიკეთო, დალაგება და სუფთაებას უწყობს იგი ასევე ხელს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭქვეშა, ჯირკვალი, ელენთა ნაწლავთა სისტემა. ყველას კარგია პარასკევი, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 13 რიცხვი აქ ჩვენ გვაქვს შაბათი დღე, გეომაგიტური დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ისევ გავუფრთხილდეთ წნევას, მიაქცევთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენოთ. შაბათს სიფრთხილე გმართებთ სველ ზედაპირებზე. მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლებთან ურთიერთობებში. აქაც მოდით დავუშვით, რომ მოიმატებს ქრონიკული დაავადებების გამწვავების საფრთხე. ზოგადად კარგია შაბათი ინტერიერის შეცვლისთვის, დიზაინსა და არქიტექტურისათვის, სამკაულების, აქსესუარების, დავუშვათ პარფიუმერიის,
კოსმეტიკის, ავეჯის, მუსიკალური აპარატურის შესაძენად. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები. ნუ მიიღებთ საკვებს, რომელიც ალერგიულ, ასე ვთქვათ, გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული. ყველაზე კარგია შაბათი ვერძის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. კვირა დღე 14 დეკემბერია, აქ გაადვილებულია უფრო მიზნების მიღწევა, მახვილდება ადამიანებში ინტუიცია, გაჩნდება საქმის გაფართოების პერსპექტივა, რჩევებისა და დახმარების მიღებაც სავსებით შესაძლებელი იქნება. პარტნიორთაობაში მეტი ტაქტი, მოთმინება, დიპლომატია, მშვიდობიანობა გამოავნეთ. კარგია ეს დღე კოსმეტიკური პროცედურებისათვის, ასევე სხვა საგიდლებისათვის, ქორწინებისთვის, სხვა შორის შაბათი და კვირა თვალსაზრისით 13-14 რიცხვი სასწავლო პარტნიორული საქორწინო ურთიერთობებისთვისაც ასევე კარგია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანის არე. პოზიტიურია ეს დღე ტყუპების, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა ვისაც უნდა თმების შეწა 3 დღე გვაქვს ჩვენ ყველს კარგი ამ კვირაში. ეს არის 8 დეკემბერი, 11 და 12 დეკემბრის დღეები. დარჩენ დღეებში თმებს ხელი არ ახლოთ. ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან, დაუშვათ იგივე ფულთან, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ 8-9 დეკემბერი ძალიან კარგია ბიზნეს საქმიანობისთვის, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხებისთვის, ხოლო 10-დან 14-ის ჩათვლით აქ იყავით ყურადღებით. აი რაღაც მოლაპარაკება თუ არის ფინანსებთან დაკავშირებული, ყველაფერი უნდა იყოს დაფიქსირებული საბუთების კუთხით. მოდი ასე ვთქვათ, უნდა იყოს შექმნილი საბუთი ამაზე. და დეტალურად გადამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ფინანსებს ან ფინანსურ ოპერაციებს ეხება. აი ეს აუცილებელი იქნება ამ დღეებში. რაც შეეხება ახლა მოგზაურობას 8 რიცხვი ხვალინდელი დღე კარგია ნებისმიერი მოგზაურობისთვის, ხოლო 9-დან უკვე 13 რიცხვის ჩათვლით აქ ცოტა იყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ტრავმულაურული ტენდენციები უფრო მაღალია. აი 14 რიცხვი სხვათა შორის არ იქნება ცუდი, კარგია პირიქით მოგზაურობისათვის. რაც შეეხება სასწავლო პარტნიორულ ურთიერთობებს, აქ მოდი აღვნიშნოთ, რომ 8-9 დეკემბერი იდეალური პერიოდია ურთიერთობების აღდგენისათვის, შერიგებისათვის მათ შორის, ხოლო 10-დან 14 დეკემბრის რიცხვი, მოდი ასე ვთქვათ, რომ აქ ცოტა შეიძლება ურთიერთობებში კრიზისული სიტუაცია შეიქმნას. და აქედან გამომდინარე აღვნიშნოთ, რომ თუ რაღაც საერთო სიძნელე შეიქმნა ამ პერიოდში, აი სიძნელემ ერთობლივად შეიძლება სხვა შორის უფრო მეტად გაგაერთიანოთ. აი მხრივ ეს დღეები საინტერესოა. ვისაც კურნალობის დაწყება განზრახული, ყველას კარგი იქნება თქვენთვის 8 დეკემბერი და შემდეგ 13 დეკემბრის დღე. ცუდი არც ერთი არ არის. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია. ამიტომ ამ დღეს თუ ვერ ახერხებთ, ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ კურნალობის დასაწყებად გამოიყენოთ. ვისაც უნდა სამსახურის შესვლა, ყველას კარგი იქნება 8 და 11 დეკემბრის დღეები. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია, ამიტომ ცუდი არც ერთი არ არის ამ კუთხით. ხელშეკრულებების დასადებად კარგია 8 და 12 დეკემბრის დღეები, 13 დეკემბერიც კარგია, 10 დეკემბერი არ ვარგა. ნუ ქორწინებისთვის აღვნიშნეთ, რომ კარგია, ესე იგი შაბათი კვირა უპირელი სკოლისა, სხვა შორის 12 რიცხვიც არ იქნება ცუდი, არ ვარგა 10 დეკემბრის დღე და რიცხვი. დავუშვათ ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის, კარგია 8, ასევე 13 და 14 დეკემბრის დღეები. ცუდი არც ერთი დღე არ არის. შენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის კარგია 10-11 დეკემბრის დღეები და არ ვარგა 13 დეკემბერი. დარჩენილი დღეები საშუალოა ამ კუთხით. სხველი საკითხებისთვის ყველას კარგია 9-12-14 დეკემბრის დღეები და ცუდი არც ერთი დღე აქაც არ გვაქვს. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველას კარგია 11-12-14 დეკემბრის დღეები და არ ვარგა 10 და 13 დეკემბრის დღეები. მათ მაქსიმალურად მოვერიდოთ. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ რიტუალებს, ესე იგი ეს ის რიტუალები, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ამათ მოქმედებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ან პირიქით განეზიდოთ იგი. და აი რა რიტუალები, რა მოქმედებები უწყობს ხელს ამას. 8-ში ხვალ კარგია ფულის შეძენა, საათის შეძენა, ასევე საფულის შეძენა და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. ეს მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს, მაგრამ ხვალ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. ეს პირიქით ზედმეტ ძალიან დიდ თანხებს წაიღებს შემდგომ.
იმ კაპიტალდაბადების გარდა კიდევ სხვა თანხებსაც წაიღებს. 9 დეკემბერს სამშაბათს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება და არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, პულის ვალში აღება გაცემა და კრედიტის გაფორმება. 10 დეკემბერს კარგია ასევე ნებისმიერი ქველმოქმედება, არ ვარგა ვალის დაბრუნება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 11 დეკემბერს აი აქ არის კარგი ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება და არ ვარგა სარკის და საიუველირო ნივთების შეძენა. 12 დეკემბერს აქ შეიძლება უკვე კარგად მოფიქრებული კაპიტალდაბანდება, ვალის დაბრუნება და ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა პულის ვალში გაცემა ან აღება, კრედიტის ასევე აღება და საათის შეძენა. 13 დეკემბერს შაბათს კარგია კაპიტალდამოდება, მით უმეტეს კარგად თუ არ იგი მოფიქრებული და ვალის დაბრუნება. 14 დეკემბერს კვირას კარგია საიუველირო ნივთების შეძენა, უნა არ ვარგა საკუთარი ფულის გადათვლა და ინვესტიციებთანაც ვიყოთ ცოტა ფრთხილად. რაც შეეხება ანგელოზის დროს, ეს ის დროა იცით, რომ ისოვებისაც თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ თქვენს ფარველ ანგელოზს და დაუშვათ, ილოცოთ კიდეც ამ პერიოდში და თხოვოთ, რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს კორობაში, თუ თხოვნა ადეკვატურია, იმსახურებთ ამას, მის დასრულებას, მაშინ ის აგისრულება, თუ არა და არა, ესეც უნდა ვიცოდეთ. და 8-ში ხვალ მაგალითად ანგელოზის დრო იწყება 12 საათზე დღე, 15 წუთზე და 13 საათამდე 5 წუთამდე გასტანს. აი ამ პერიოდში უნდა მოახერხოთ ეს ყველაფერი, რომ აქ გადიხართ ამ კონტაქტზე თქვენს ფარველ ანგელოზთან. 9 დეკემბერს სამშაბათს დილის 8 საათიდან 12 წუთიდან დილის 9 საათამდე 5 წუთამდე. 10 დეკემბერს 4 შაბათს ანგელოზის დრო იწყება დღის 11 საათზე 40 წუთზე და დღის 12 საათზე 20 წუთზე დასრულდება. 11 დეკემბერს 5 შაბათს დილით 11 საათზე ისე 20 წუთზე და დღის 12 საათამდე 15 წუთამდე გასტანს. 12 დეკემბერს დილის 9 საათიდან 35 წუთიდან დილის 10 საათამდე 23 წუთამდე. ანგელოზის დრო შაბათს 13-ში დღის 11 საათზე 10 წუთზე და დღის 12 საათზე 3 წუთზე დამთავრდება. 11 საათზე 10 წუთზე იწყება და 14-ში შემდეგ კვირა დღეს ისევ დღის 11 საათიდან 58 წუთიდან დღის 12 საათამდე 37 წუთამდე გასტანს იგი. აი ეს არის ანგელოზის დრო, როცა უნდა მიმართოთ მას თხოვნით და ილოცოთ კიდეც, რაც იქნება ფრიად ნაყოფიერი და პროდუქტიული. ეხლა მოდი ავუშვათ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ესე იგი აღვნიშნო, რომ ფენშუის სიმბოლიკა შეგიძლიათ მოიძიოთ კიდევ ერთხელ მეორებ და მოემზადოთ ახალი წლისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში ვერაზე თბილისში და იქაურ სპეციალისტებსაც გაესაუბრები და ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებ და ცხენის წელიწადს დახვდებით ისე როგორც ეკადრება ცხენს და ამით დაებევებთ მის ასე ვთქვათ კეთილგანწყობას. ამასთან ერთად იცით რომ მეტროს შესასვლელებში და ასევე ჯიხურში მდებარეობს ბუკიას ბაღთან თბილისში პეკინის ქუჩაზე შეგიძლიათ შეეძინოთ ახალი გამოსული ჟურნალები, ჟურნალი ჰოროსკოპი და ჟურნალი შენი ჰოროსკოპი. აქედან იყოთ გაფრთხილებული, მიიღოთ ეს ინფორმაცია, რომელიც მომავალი წლის მსვლელობისას გამოგადგება და გაითვალისწინებთ და იქნებით გაფრთხილებული, ანუ წარმატებული. ეხლა ამასთან ერთად მოდი აღვნიშნოთ, რომ თუ ისევ და ისევ გინდათ პირადი ჰოროსკოპის შედგენა, შევეხვიანეთ ტელეფონით 599 91 52 38 და აღვნიშნოთ ისიც, რომ რადგან დრო გვეწურება, ამიტომ ჩქარობ და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია და ხვალდილით რას ყველია ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილით 11 საათზე და მე YouTube-ზეც დაიდება, Facebook-ზეც ნახავთ ამ გადაცემას განმეორებით, ასევე დილით 15:08 9 ტელეემეთში შევხვდებით, ხვალ შემდეგ გადავემსვლებთ რადიოემეთში უკვე 20 წუთზე 10-სა და 10 საათზე დილით შევხვდებით პოსტივის დილის გადაცემაში, პოსტივის დილის გადაცემაში 9 საათზე 5 შაბათსაც შევხვდებით ერთმანეთს და პარასკევს უკვე დილით 8 საათზე 15 წუთზე რუსთავი 2-ის დილის ეთერში შევხვდებით კვლავ ერთმანეთს, ასევე ასეულდასავალი ხვალინდელი გაზეთი და ჟურნალი თბილისელები მოგაწვდიან ჩვენს მიერ მოცემულ ინფორმაციას და ყოველ დილით თქვენ იცით დაახლოებით 15 წუთი როაკლია 9-ს 10-ს 11-ს აქ უკვე რადიო ფორტუნა მოგცემთ ჩემს მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას იმ კვირის და იმ დღის ასტროპროგნოზის შესახებ, ამით იქნებით გაფრთხილებული, შეერაღებული და ემედია წარმატებულიც. ამ ინფორმაციით მე გემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდობიან კვირას, იმოქმედეთ მაინც ყურადღებით თხილად, რომ დედამიწა ორობით ენერგოველშია და იყავით წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.